მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა ინფორმაციული ნაკადიდან. ვნახოთ რისი თქმა სურს სამყაროს ჩვენთვის და რა უნდა ვიცოდეთ ახლა და ამჟამად. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს გაზიარება, დაკომენტარება და აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 10 მაისის ჩათვლით მოქმედებს ტაროს კონსულტაციაზე, 1 საათიან კონსულტაციაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება. ამიტომ ვისაც გსურთ, რომ პირად კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ. ვნახოთ ინფორმაციული ნაკადი. ვარიანტებს გავაკეთებ 2-ს და ვნახოთ თითოეული ვარიანტისთვის რა ინფორმაცია წამოვა მოკლედ. ინფორმაციული ნაკადი. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ვნახოთ, ახლა ვნახოთ. აქვე დაგახმართ მინერალებს. პირველი ვარიანტისთვის იქნება ამეთვისტოს მინერალი, მეორე ვარიანტისთვის იქნება ავანტიურინის მინერალი. დაფიქრდით, დააკვირდით ან მინერალებს, ან არკანებს, ან უბრალოდ თვალები დახუჭეთ და ინტუიციურად აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ვარიანტი და მოусმინეთ მერე ნაკადურ ინფორმაციას. კარგი, ვინც აირჩიეთ, ვინც არა დააპაუზეთ, აირჩიეთ და მერე განაგრძეთ ყურება. ახლა კი ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის. ინფორმაცია ნაკადიდან. ინფორმაცია ნაკადიდან არკანის სულელი. ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტი. აქ საუბარი გვაქვს ჩვენ რაღაცა ახალი დასაწყისის, ახალი ენერგიის, ახალი ჩანაფიქრის განხორციელებაზე, რომლისკენაც თქვენ მიისწრაფვით ძალიან დიდი ინტენსივობით. თუმცა აქ სამყარო გვეუბნება, რომ ცოტა შეანელეთ, როგორც მინიმუმ ზეწოლა საკითხზე და კარგად აწონ-დაწონეთ შესაძლო შედეგები იმ ყველა ქცევის, ფიქრის, აზრის თუ ქმედების, რასაც თქვენ ამ საკითხთან მიმართებაში ახორციელებთ. რატომ? იმიტომ რომ აქ არის დიდი განუსაზღვრელობები, აქ არის დიდი მოულოდნელობები, აქ არის ისეთი გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი საკითხების მოხდენის ალბათობა, რაზეც თქვენ ახლა და ამჟამად ან არ ფიქრობთ, ან ვერ ფიქრობთ, ან მიგაჩნიათ, რომ პროცესშივე შეძლებთ რაღაცა საკითხის გასწორებას, ასე რომ ვთქვათ, ანუ დასწავლილი გაქვთ, იცით, გამოცდილება გაქვთ, რომ შეიძლება სხვა რაღაცას გეგმავდე, მაგრამ გზიდან გადაუხვე, მაგრამ დანიშვნების ადგილზე მაინც მიხვიდე, ეს თქვენი გამოცდილება ამას გკარნახობთ და ეხლა შეიძლება თვლიდეთ, რომ იცი რა, ნუ არა უშავს თუ მომიწევს გზიდან გადახვევა, მე მაინც ვიცი, რომ მივალ დანიშნულების წერტილზე. ეს ცოტა სხვა სიტუაცია იქნება, ამიტომ ეცადეთ, რომ ვერ ვიტყვი, რომ მარშრუტი ზუსტად დაგეგმოთ და ჩარჩოებში მოექცეთ და აი რაღაცა პატარ-პატარა ეს ლავირების საშუალებები საკუთარ თავს არ დაუტოვოთ, მაგრამ ნურც ისე ნუ იზამთ, რომ რაღაცა დაიწყოთ და მთლიანად მიინდოთ პროცესს. ეს პროცესი ამ შემთხვევაში დაბრკოლებებით იქნება და განუსაზღვრელობებით უფრო მეტად ვიტყოდი სავსე. ვნახოთ უშუალოდ რას ეხება ეს საკითხი პირველი ვარიანტისთვის. ნაკადიდან ინფორმაცია რას ეხება ეს საკითხი პირველი ვარიანტისთვის. ხო, საინტერესოა. აქ სხვათა შორის შეიძლება ეხებოდეს იმ მოცემულობას, პარტნიორებს შორის ურთიერთობას, შეიძლება ეხებოდეს
ფარულ კავშირს, იმიტომ რომ სამი მაღალი არკანი ამოვიდა, უბრალოდ ორი მაღალი არკანი ამოვიდა და დასტის ბოლოს იყო არკანი შეყვარებულები. ანუ აქ შეიძლება იყოს რა, თქვენ იმყოფებით წყვილში და აი ამ წყვილის ურთიერთობაში რაღაცა პროცესი საჭიროებს გარდაქმნას, ტრანსფორმაციას და ამ გარდასახვის აუცილებლობას თქვენ გრძნობთ, თუმცა სამყარო გეუბნებათ, რომ არ იჩქაროთ, ინტუიციას ენდეთ და ინტუიციურად გადაწყვიტეთ რაღაცა საკითხები, ანუ მხოლოდ იმას, რასაც ხედავთ, იმას ნუ დაეყრდნობით, თქვენს ინტუიციასაც მოусმინეთ. აქვე შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც წყვილს შორის არსებობს ვიღაცა მესამე, რომელიც ცდილობს ცუდად ვიტყვი რა, აი ამ სიტყვას, აი შეძრეს, ასე რომ ვთქვათ, სულში ამ წყვილის ერთ-ერთი წევრის კუთხით, ანუ უფრო მეტად ალბათ ქალებთან იქნება ეს თემა, რომ ანუ რაღაცნაირად შეიძლება მსუბუქი ფლირტის ან რაღაცა ესეთის დროს, ანუ თითქოს შეიძლება იყოს ესეთი საკითხი რა, მოკლედ. ამიტომ აქ არის საკითხი დგას ესე, რომ ნუ რასაც ისმენთ, რასაც ხედავთ, მხოლოდ იმას ნუ დაეყრდნობით, თქვენ გული რასაც კარნახობთ, იმასაც არანაკლები ინფორმაციის მოტანა შეუძლია თქვენთვის. ესეთი იყო პირველი ვარიანტის ინფორმაციული ნაკადი, დამიწერეთ თუ რეზონირდა, ჩემო კარგებო. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტის ინფორმაციული ნაკადი როგორი იქნება. მეორე ვარიანტი. რვიანი პენტაკლები, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი რვიან პენტაკლებთან აქ გვაქვს ენერგია, როდესაც თქვენ მოგიწევთ, დაუბრუნდეთ წარსულში გაკეთებულ საქმეს ან რაღაცა იდეას, რომელიც მაშინ არ გამოვიდა, ან ვერ გამოვიდა, ან ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გეგმავდით. მოგიწევთ, რომ რაღაც ცვლილებები შეიტანოთ წარსულში განხორციელებულ საკითხთან დაკავშირებით. ეს უფრო მეტად ეხება ფინანსურ და სამსახურეობრივ საკითხს. შეიძლება ეხება რაღაცა ტიპის ბიზნეს გეგმას, სტრატეგიას, აი ესე უფრო ესე მგონია. ნახოთ კიდევ რას ეხება. დაღლილი ხართ მეორე ვარიანტი აქ და აი თითქოს არ გინდათ, რომ რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ ამ ცვლილებების გარდაუვალი საჭიროება არსებობს ახლა. ვნახოთ რას ეხება მეორე ვარიანტისთვის. აი ხო გეუბნებით, არ გინდათ თქო, ორიანი პენტაკლები, პენტაკლების პაჟი, ათიანი თასები. მოკლედ, რაც ვივარაუდე, ზუსტად ეს არის, ანუ თქვენ ეხლანდელ მოცემულობას ხართ ჩაბღაუჭებული და თვლით, რომ ნუ როგორც არის, ისე იყოს, არ გინდათ ცვლილებები მიიღოთ, ჩემო კარგებო, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებელია, აი ნახეთ. თუ ამ ცვლილებებს არ განახორციელებთ, მაინც მოგიწევთ ადრე თუ გვიან რაღაცეების კორექტირება, მაგრამ ეს იქნება ბევრად უფრო მტკივნეული, ბევრად უფრო იგრძნობთ და ეს სხვათა შორის შეიძლება ეხებოდეს საბუთებს, შეიძლება ეხებოდეს რეგისტრაციებს მაგალითად, შეიძლება ახორციელებთ რაღაცა ბიზნესს, რომელიც აქამდე რეგისტრირებული არ გქონდათ და ეხლა მერყეობთ რა, აი ზღვარზე ხართ დავარეგისტრირო, არ დავარეგისტრირო, ხო? იქნებ ისე გავაგრძელო, როგორც არის. აიმიტომ ამბობ, ანუ რაღაცები დაწყებული გაქვთ, რაღაცა იმასთან, რაც დასაწყისია, რაც უკვე პროცესია, იმ საკითხთან უნდა დაბრუნდეთ და ის საკითხი უნდა შეცვალოთ და კორექტიროთ. აქაც პირდაპირ ამბობდა დოკუმენტებს და საბუთებს ეს არკანი. აი ეს არის რაღაცა უნდა შეცვალოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, მტკივნეული იქნება ძალიან ის შედეგები თქვენთვის, რაც შეიძლება მოყვეს იმას, რომ გადაწყვეტთ მიყვეთ ნაკადს და დინებას. აი ესეთი იყო პირველი და მეორე ვარიანტის ნაკადისგან წამოღებული ინფორმაცია. იმედი მაქვს რეზონირდა, იმედი მაქვს მოგეწონათ და გელოდებით ყველას კომენტარებში. ასევე შეგახსენებთ აქციის მიმდინარეობის პერიოდს, რომელიც 10 მაისამდე გრძელდება. დროებით.